მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი, მე მისი წამყვანი, ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის დამსახური, ღვთელი გურამ გალობლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2301515 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ოფიციალურ Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც დღევანდელი ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს და რომელიც გახლავთ ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის დამსახური, ღვთელი ადამ ქავთარაძე. მოგესალმებით, მამა ადამ, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მოგესალმებით და მევესალმებით მაყურებელს. გაიხარეთ მამაო, სანამ ჩვენი Facebook-ი გააქტიურდება და ზარები შემოვა ეთერში, მაყურებლის მიერ დატოვებულ კითხვას გავაჟღერებ და კითხვა გახლავთ შემდეგში, თუ როგორ შევურიგდეთ მოყვას. საერთოდ ვინ არის მოყვასი, რა იგულისხმება მოყვასში და რამდენად რთულია პატიება, შერიგება, როგორ უნდა შევძლოთ ეს ქრისტიანებმა ამის გარეშე წარმოუდგენელია ალბათ ქრისტიანის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია შერიგება მოყვასთან და პირველ რიგში იმისათვის, რომ ადამიანი შეურიგდეს მოყვას, უნდა აპატიოს მას ის, რის გამოც ნაწყენია მასზე და გვახსენდება მამაო ჩვენოს ლოცვა, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ მოგვიტევენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. ანუ ჩვენ ვითხოვთ ღვთისაგან პატიებას, შენდობას და ვამბობთ, რომ ისე გვაპატიე, ისე მოგვიტევე, როგორც ჩვენ მიუტევებთ და პატიობთ სხვებს და შესაბამისად თუ ადამიანს უნდა რომ თვითონ ეპატიოს თავისი ცოდვები და ბრალეულობა, ამიტომ თვითონაც უნდა აპატიოს, თვითონაც უნდა შემწყნარებელი იყოს სხვათა შეცდომების მიმართ. ჩვენ ხშირად არის რომ ძალიან კაცრები ვართ ხოლმე, ძალიან კაცრად ვუდგებით მოყვას და არ ვაძლევთ შანსს, ღმერთს რომ დავაკვირდეთ, ღმერთი როგორ გვითმეს, როგორი მოწყალეა, როგორ გველოდება, რომ ჩვენ გამოვსწორდებით, რომ ჩვენ შევინანებთ და როგორ მზად არის, რომ ოღონდ სუმცირედი სინანული გამოავლინოს ადამიანმა და სურვილი რომ გამოსწორდეს. მზად არის რომ ღმერთმა გულში ჩაიგრას ყველა და მეუტევოს და აპატიოს ის ცოდვები. ამიტომ ჩვენც უნდა მივემსგავსოთ აი ამაში უფალს და ვიყოთ მოწყალეები, ვიყოთ შემწყნარებლები და მივცეთ ადამიანს შანსი, რომ შეინანოს, რომ გამოსწორდეს და მაშინ ღმერთი ჩვენს მიმართაც მოწყალე იქნება და ჩვენს მიმართაც შემწყნარებელი იქნება. კი ბატონო, სხვათა შორის ერთ-ერთი წმინდა მამა წერს თუ ვერ ვიხსენებ, ათონელი ბერი იყო ერთ-ერთი. სანამ ესე იგი პატიებას გთხოვენო, მანამდეც კი უნდა ვაპატიოთო ჩვენო ადამიანებო. არ უნდა დაველოდოთ. არ უნდა დაველოდოთ, რა თქმა უნდა. მაყურებელია, გისმენთ ეთერში ხართ? დასვით კითხვა. დიახ. გისმენთ? წუხი მშვიდობისა, მამაოებო. ღმერთმა მშვიდობა. გაიხარეთ, იცოცხლე. აღარ მშვიდობის. გისმენთ, დასვით კითხვა. 90 წლის ქალი ვარ და მეუღლესთან მე ჯარდაწერილი არა ვყოფ. დიახ. ისაუბრეთ, ჩემო კარგო. გადაიცვალა ჩემი მეუღლე და მე რა გავაკეთო? მე რა გავაკეთო? რა მოვიმოქმედო, რომ ღვთის წინაშე მართალი ვიყო და მეუღლესთან. გასაგებია, ღმერთმა აცხონოს თქვენი მეუღლე და თქვენ გაგაძლიეროთ. აიხარეთ, ღმერთმა აცხონოს მისი სული. არაფერი არ უნდა გააკეთოს ასეთ დროს ადამიანმა, პერიოდი იყო და ისეთი რომ არ იყო საშუალება ჯვრის წერის, არ იყო ამდენი ტაძარი, ალბათ მაშინ უმრავლესობა არ ცოდნაც არ იყო ახლოს ტაძართან, კი, ცოდნაც არ იყო ამდენი და თუ ერთგულები ცხოვრობდნენ, უყვარდათ ერთმანეთი, პატიოსნად ცხოვრობდნენ და თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ. სიმტკიცე ქონდათ. თქვენი ოჯახი ხო ღვთის წინაშე, რა თქმა უნდა. ერთი არ დაუკარგავს მათ აი ამ ერთობას. დიახ. დანჩენი მაყურებელია, ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დიდი მადლობა, დამლოცეთ მამებო. გაგახაროთ. მამა გურამო, თქვენთან მაყოლა
და თქვენს უმეტესად მამასთან მაქვს ესე პატარა შეკითხვა. ესე იგი, თხოვნი დავიწყებ. პირველი ის რომ 12 საათის ლოცვის 7-ის გზის ლოცვა რო არის 12 საათიანი ღამით რომ თავდება, შემდეგ დილის 6 საათამდე არის მოცარტი, ბახი, ბეთჰოვენი, რავი, ესეთები კი პატივცემთ კლასიკურ მუსიკას, აზიას საუბარ და თუ არის საშუალება 1000 საგალობლებია, 1000 ისტორიებია, რაღაცა რომ მთელი ღამის განმავლობაში რაღაცა ქართული იყოს. ეს ერთი თხოვნა და მამაო, სტუმარს დამლოცეთ მამაო, ესეთი შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება აღნიშნა, აი როგორც ბავშვებს უღნიშნავთ ჩვენ ნაცლობის დღეს, დაბადების დღეზე უფრო ჩემს შვილებს ვასწავლი რომ ნაცლობის დღე აღნიშნოთ ხოლმე და ესეც ვაკეთებთ ხოლმე. თუ შეიძლება აი მოძღვრებით თქვენი კურთხევის დღის აი ესეთი ხლათ რო ეკურთხებით ან დედაოთ რო აღიკვეცება მაგალითად ადამიანი ესეთი მომენტი აღნიშნა თუ შეიძლება აი ეს კითხვა მინდოდა მადლობა. კი ბატონო, მადლობა. აი ხარეთ ღმერთმა დაგლოცოთ. რა თქმა უნდა შეიძლება კი არა აუცილებელიც არის ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა არის ადამიანის ცხოვრებაში ფაქტიურად ახალი ადამიანი იბადება ახალ ცხოვრებას იწყებს და სკაი პარალელი იყო თვითონაც გავავლო ნათლობასთან რომ გავავლოთ პარალელი ხო არის რომ სახელიც ეცვლება ხო ამ დროს ადამიანს ზოგიერთ სახელსაც უცვლიან და რა თქმა უნდა ეს უნდა აღინიშნოს აუცილებლად მადლიერება გამოხატოთ ღვთის მიმართ და ჩვენ აღნიშნავთ ამ ჩვენს კურთხევის და ხელდასმის დღეებს როგორც ვიცი ყველა მოძღვარი აღნიშნავს. კი, პირველ რიგში უნდა წირვით აღინიშნოს ეს უნდა ვიმსახუროთ მადლობა შევწიროთ უფალს ყოველივესთვის და ეს იგულისხმება სწორედ მე შეიძლება რაღაც მეორე განყოფილებაც ასე ვთქვათ. მაყურებელია გისმენთ ეთერში ხართ? დიახ, დასვით კითხვა. მამაოებო, ტაძარში რო შევდივართ ჩვენ ქალები, თავზე ვიხევთ აუცილებლად მოსახვევს. მამაკაცები კი ქუდებს იხდიან და რა განსხვავებაა ერთმანეთს შორის? გასაგები, მადლობა. დიახ, ანუ ქალი თავსაფარს იხევს, ეს არის მორჩილების ნიშანი, სიმდაბლის გამოხატულების ნიშანი და მოგზალება, რა თქმა უნდა და ანუ კაცი არის თავი ოჯახში, ოჯახის თავი და მას შეუძლია რომ ღვთის წინაშე წარდგეს ქუდმოხდილი ილოცოს უფრო მეტი გადნიერება გამოხატოს ამით შესაძლოა ხოლო ქალები უფრო მოგზალებულად და მორჩილებას გამოხატული არის ეს თავსაბურველი ქალისა. კეთილი. მაყურებელია კვლავ გისმენთ ეთერში ხართ? მორჩილებისა და სიმდაბლის. კარგით, მაშინ მაყურებელი აღარ არის, ესე იგი გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. გიორგი გვწერს ესეთ რამეს. ღმერთმა ხომ იცოდა რომ ადამიანი ცოდვით დაეცემოდა და მრავალ ცოდვას ჩაიდენდა. და რაღაცომ შექმნა ადამიანი მით უმეტეს, როცა ამ ცოდვების გამო ბევრი არც ნანობს და შესაძლოა ჯოჯოხეთშიც მოხვდეს. რამდენადაც შესაძლოა რომ ჯოჯოხეთში მოხვდეს, იმდენად შესაძლებელია რომ სამოთხეში მოხვდეს, ხომ? და უამრავი ადამიანი სწორი ცხოვრების წესით, ვინც იცხოვრა და ვინც სიწმინდე გაიცვა, წონდა და სასუფეველშია და იმის გამო რომ ზოგიერთი ვერ ცხონდება, ანუ სიკეთეზე უარი ხომ არ უნდა ეთქვა ღმერთს. იმის გამო რომ სიბოროტე იქნებოდა, სიკეთეზეც უარი არ უნდა ითქვას. აი ეს არის ამის პასუხი. კი ბატონო. როგორ გამთავისუფლდეთ ნებისმიერი სახის მიჯაჭულობისაგან? პირველ რიგში უნდა ვილოცოთ ღმერთს თხოვოთ დახმარება ამისათვის და მერე თვითონაც უნდა გავაკეთოთ რაღაცა. მცდელობა არის აუცილებელი და როცა ღმერთი დაინახავს რომ ადამიანი ცდილობს იბრძვის მიუხედავად იმისა რომ ეცემა არა აქვს ძალა რა ძალაც გააჩნია იმ ძალით იბრძვის და რაც შეუძლია იმის მაქსიმუმს აკეთებს შეუძლებელია რომ ღმერთი არ შეეწიოს და არ დაეხმაროს და არ დააღწიოს თავი ამ ნებისმიერ მიჯაჭულობას რაც არ უნდა იყოს ის დავარია არ დავკარგოთ იმედი ღვთისა და არ დავაკლოთ მცდელობა და აუცილებლად ღმერთი შეგვეწევა და
დავძლებთ ყველაფერს ღვთის ძალით, ღვთის მადლით. ლელა გწერს ზუსტად არ ვიცით, მაგრამ სოფლის სასაფლაოზე, სადაც ოჯახის წევრები დაუგრძალეთ, როგორც შემდეგ ვარაუდობით ითქვა, თითქოს წინაპრები იყვნენ დასაფლავებული. ტერიტორია არ იყო შემოსაზღვრული და არც რაიმე ნიშანი არსებობდა. და თუ ასეა, ცოდვაა და თუ შეიძლება გარკვეული წლების შემდეგ დაკრძალვაო. დიახ, არა, ეს ცოდვა და არ ითვლება, ჩვეულებრივად არის ამის პრეცედენტები, როდესაც უკვე 20, 30 და 40 წლის მერე უკვე მგონი 15 წელიც საკმარისია. ხდება ხოლმე იქ დასაფლავება. კანონმდებლობით არის ესე როგორც საერო კანონი. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ კანონიც არ გძალობს. რაც ამ ადამიანს წლის მერე უკვე კი აინტერესებს, ცოდვად ეს არ ითვლება და ჩვეულებრივად ხდება ესა და შესაძლებელია ამის გაკეთება. კეთილი, როგორ ეხმარება ღმერთი ადამიანს? რაში ვლინდება მისი დახმარებაო? პირველ რიგში ადამიანს აი წმინდა მამები ამბობენ, რომ სული წმინდის მადლის ძალის გარეშე, ანუ არ შეუძლია არაფრის გაკეთება. ღმერთის დახმარების გარეშე ჩვენ არაფერის გაკეთება არ შეგვიძლია, შეიძლება ასე ვთქვათ, არანაირი კეთილის, სიკეთის გაკეთება და ამაში შეეწევა ღმერთი ადამიანს. რა თქმა უნდა, თუ კეთილი ნება არის ადამიანის თვითონ აქვს სურვილი, რომ სწორ გზაზე იაროს, სიკეთე აკეთოს, რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნაც ვლინდება ასეთნაირად. კეთილი. გოგა გწერს ესეთ კითხვას. ორი კითხვა მოქვსო. ერთი კითხვა არის ესე იგი აღთქმული მიწა რატომ იყო ქანაანის ქვეყანა? ანუ რა სულიერი შინაარსის დატვირთვა ჰქონდაო? და მეორე კითხვა არის ადამი სად გარდაიცვალა და იქნა დასაფლავებულიო? თუ ამის შესახებ არის რაიმე ცნობები? ამას იმიტომ ვკითხულობ, მომისმენია რომ ქრისტე როცა ჯვარს აცვეს, მისი ჯვრის გასამაგრებლად როცა ორ მოამოთხარეს, სადაც ჯვარი უნდა ჩაედგათ, თავის ქალა ამოყვა მიწას, რითაც გაამაგრეს ჯვარი. და ეს იყო ადამის თავის ქალაო, რომელზედაც ქრისტეს სისხლი დაეწვეთაო და ამ სისხლის წვეთებით ადამიდან დაიწყო განწმენდა და გამოხსნაო. და ჯვარცმაზეც ასეა გამოსახულიო? დიახ, მართალი ბრძანდებით. ეს ნამდვილად ესე არის, რომ იქ სადაც აღიმართა მაცხოვრის ჯვარი, სწორედ იმ ადგილას იყო დასაფლავებული ადამი და მაცხოვრის გვერდიდან კადმოღრეული სისხლიც ჩამოერეცხა აი ამ ძვლებს, ადამიანის ძვლებს და სულიერად და სიმბოლურადაც ესეა, რომ ანუ ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ღმერთმა თავისი აი ნებით, ჯვარცმით და თავისი სისხლით გამოისყიდა ჩვენი ცოდები და განწმიდა ადამიანის ბუნება. და პირველი კითხვა იყო აღთქმული მიწა რატომ იყო ქანაანის ქვეყანაო რა? ხო, ამასთან დაკავშირებით. ნუ იქ ღმერთმა აღუთქვა რა, ასე ვთქვათ, იქ იყო რამდენიმე ქვეყანა, მარტო ქანაანის ქვეყანაში ეს არ იგულისხმებოდა მარტო ისრაელი, ხო? სხვადასხვა ქვეყნები იყო და ასეთი იყო ღმერთის ნება და გადაწყვეტილება, რომ აი ამ მიწაზე უნდა ყოფილიყო ეს ყოველდღე. ალბათ ნაყოფიერი მიწა იყო პირველ რიგში, ხო? ესე არის წერია, რომ ნაყოფიერი მიწები იყო. და სასურველი იყო იქ ცხოვრება ადამიანის. დიახ. ანუ იმ მხარეში ყველაზე ნაყოფიერი, გამორჩეული მიწები და ადამიანი. კეთილი. მოსე ქრისტეს თორაში უწოდებს წინასწარ მეტყველს. რას გულისხმობდა მოსე წინასწარ მეტყველშიო? იქნება ესეც ამიხსნათ. წინასწარმეტყველი არის ზოგადად უფლის ნების მაუწყებელი ხო ადამიანებზე და ეს წინასწარმეტყველება სხვადასხვა ფორმით ვლინდება ადამიანის საქციელში, შეიძლება იყოს სიტყვიერი წინასწარმეტყველება, შეიძლება წერილობითი, შეიძლება ქმედითი წინასწარმეტყველება, როდესაც ადამიანი თავისი ქმედებებით წინასწარმეტყველებს. ესეც არის დაფიქსირებული ბიბლიაში, რომ სხვადასხვა წინასწარმეტყველები თავისი საქციელებით რაღაცას განასახიერებდნენ და აუწყებდნენ ხოლმე ადამიანებს. ანუ წინასწარმეტყველი ამას ნიშნავს, რომ უფლის ნებას უცხადებს ადამიანებს ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. ნუ ხშირ შემთხვევაში ამხელდნენ ხოლმე ხალხს, როცა ისინი
გაუკეთურდებოდნენ, ზურგში აქცევდნენ, ღმერთს ცოდვებში ვარდებოდნენ, კერძახურებას იწყებდნენ, ამხელდნენ, მოუწოდებდნენ მობრუნებისაკენ და თუ ისინი არ შეინანებდნენ, სხვადასხვა სასჯელები დაატყდებოდათ ხოლმე თავს. კეთილი მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დავსვა? დიახ, დასვით კითხვა ეთერში ხართ. ისაუბრეთ. მოგესალმებით, ბატონო. საღამოშიდობას. ეთეთი სოფელიდან ავარ. ენის ხეობიდან ავარ, სოფელი დადიანეთ. აი ხართ. სოფელში ვიცით დღეობა, 9 მითობა. და ძალიან მაინტერესებს რა, ძალიან დიდი დღეობა არის. ყველა დიდი მწაზე არის ის აქ. უკვე ახლა ნანგრევები არის, მაგრამ ჩვენ მაინც ვიცით ის დღეობა და 9 მითობა. გეხვეწებით რა დღეობა არის კიდე თუ შეიძლება რომ იცოდეთ. რომელ რიცხვში აღნიშნავთ უკაცრავად, რომელ რიცხვში? რომელ თვეში? რომელ თვეში აღინიშნება ეს დღესასწაული? ივლისში და რიცხვი ახლა ზუსტად არ არის. გიორგობიდან ხოლმე გადაიწყო. შეიძლება 9 ძმა ხერხეულიც. ივლისის წესში დაახლოებით ეგრე არის. ყველა ელები მარჩა. მოდერავი არის. ივლისიდან გიორგობიდან ლომისობიდან 26 დღეზეა რაღაც ეძე. გასაგები. მადლობა. ნუ ზუსტად შეიძლება ვერ ვთქვა, მაგრამ ხა 9 ძმა ახან დაასახელა, 2 ის გამიჩნდა, ანუ 9 ყრმაკოვლაელები არის ესეთი წმინდანი, 9 ყრმაკოვლაელები. თუმცა კი მათი მოხსენება მარტში ხდება, ანუ არ ვიცი, შესაძლოა ეს რაღაც ხალხის მიერ არის დაწესებული უბრალოდ ეს დღესასწაული, ან ტაძარი არის მათ სახელზე. 9 ძმა ხერხეულიძესთან იყოს დაკავშირებული. 9 ძმა ხერხეულიძეს წმინდანად არის შერაცხილი, ხან. სავარაუდოდ უფრო ეს ვერსია იქნება ალბათ. ხო, აი არ ვიცი, ზუსტად ვერ ვიტყვი სამწუხაროდ, ანუ და იმ სოფლის ისტორიასთან იქნება კავშირში აუცილებლად და შეიძლება უფრო ხალხური შეიძლება სოფლის ისტორია, შეიძლება ტაძრის ისტორიასთან იყოს კავშირში. კეთილი, მაყურებელია, ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? გამარჯობათ. გამარჯობათ. მაინტერესებს ესეთი რამ. დიახ. მოკლედ ცოტა ხმა გაწყდა სამწუხაროდ. გაითიშა. კარგით, გავაგრძელოთ. ჩვენი კითხვები. გთხოვთო, განგვიმარტოთო ფიქრი, ზრახვა და გულის სიტყვაო. ფიქრი და ზრახვა ალბათ ერთი და იგივეა, მაგრამ გულის სიტყვა, ანუ რასაც უკვე ადამიანი მოზდის გულში აზრები, ფიქრები. ანუ ესეთი რაღაცა არსებობს, ანუ არის, როდესაც ბოროტი ძალა აწვდის გარედან ადამიანს სხვადასხვა ფიქრებს და ზრახვებს. მაგრამ აი წმინდა მამები ესე ამბობენ, რომ თუ ადამიანი ამას გააჩერებს საკუთარ თავში და დაიწყებს ამაზე ფიქრს და განავითარებს, მაშინ უკვე ხდება მისი ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს თუ არასასურველი ფიქრებია და არასასურველი ზრახვებია, უნდა ვეცადოთ ჩვენ, რომ ეს აისხლიტოს, ასე ვთქვათ, ადამიანმა, არ გააჩეროს საკუთარ თავში, არ დაიწყოს ამაზე ფიქრი, არ განავითაროს. რადგან ამ შემთხვევაში, როგორც ვთქვი, ანუ მისი ხდება და უკვე ცოდვაში გადადის ეს ყველაფერი. რომ მანამდე თუ მოახერხებს ადამიანი, რომ ამაზე არ დაიწყოს ფიქრი, უფრო რა თქმა უნდა, ნაკლებად ცოდვა არის ეს, ვიდრე ის, რომ ამას აყვეს და ამაზე დაიწყოს. თავიდან ალბათ ფიქრი შემოდის. თავიდან ფიქრი შემოდის, ასე ეს ფიქრი გადადის განზრახვაში და ზრახვა ხდება, ზრახვა იქცევა და შემდგომ უკვე აი ეს გულში დუღს, ასე ვთქვათ, და იწყებს მოქმედებას და აი გულის სიტყვიდან გამომდინარეობს მერე მოქმედება ალბათ. ეგრეა. მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ისაუბრეთ. ხო, უსვა შეგითხვა? დიახ, დასვით პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ ეთერში ხართ? მამაო. დიახ. რაც ხამინდა გთხოვოთ. დაჭაგლული კაცი ვარ, დევი ჩაგრე, 3 თვის წინ შვილი მომიკვდა 20 წლის. წერი მაგოდი. შეიძლება რომ კონდეს წერი თუ არ შეიძლება. რა თქმა უნდა, შეიძლება. გქონდეთ და ახლა მამაო, უმეტყვა. შენ ვიღახარა, უმეტყვა. შენ ყოფილიყარ კაცი,
გენაცვალეთ. ღმერთმა გიცხონოთ თქვენი შვილიშვილი და გახსოვდეთ რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და სიკვდილი არ არსებობს, არსებობს გარდაცვალება და არ გამქრალა თქვენი შვილიშვილი. ის სხვა განზომილებაში გადავიდა. გიცხონოთ ღმერთმა, იცოცხლეთ. სხვათა შორის აი ერთმა შვილ გარდაცვლილმა მამამ თქვა ესეთი რაღაცა. იცოცხლეთ, გაგაძლიეროთ ღმერთმა ნუ გეშიმოგცეთ. ერთმა შვილ გარდაცვლილმა მამამ თქვა ესეთი რაღაცა, რომ არავის არ უსურვებ, უდიდეს ღმერთმა ენთა უწერელ ტკივას და ესეთი რამე თქვა, რომ ჩემი შვილის გარდაცვალებითო მე ვიპოვე ქრისტეო და ქრისტემო ჩემი გარდაცვლილი შვილი მაპოვნინო. ესეც თქვა დასაფიქრებელია ნამდვილად. გავაგრძელოთ, მაყურებელია ისევ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. საღამომშვიდობის. ერთმა გაგაბიევთ და ფარავს თქვენი თოცხაყურხება. დიდი მადლობა, გაიხარეთ. კაცი შეკითხვა მაქვს, რა, ორი შეკითხვა მაქვს, უკაცრავად რაოდენობის პუნქტი. დიახ. ჯვრის და დათქმის სურვილი მაქვს, რა, როგორც ახლა ძალიან მრავალად დგას მათო ჯვრის და დამაგი ფარავს საქართველოს. ჩემ სოფელში და რაიონში და წარმოწყვეტა. ზომები არსებობს ეთუქლის პერიმეტრი აი რამდენი უნდა იყოს მაღლა კლასიზმო და თუ თვალის ზომით შეგიძლიათ, არ არის აუცილებელი რაღაცა კონკრეტული ასე ვთქვათ ზომები, არ არსებობს, უბრალოდ სიმაღლე უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე სიგანი. გარკვეული პროპორციების დაცვა ჯობია. პროპორციები უნდა დაიცოთ, ხო. რა სიტყვით მამაო თქვენ? ნუ პირველ რიგში ჯობია რომ ვინმე ადგილობრივ ღვთისმსახურთან მივიდეს. ისედაც ხა თვითნებურად რომ არ აღმართოს ის. ხო, ლოცვა-კურთხევა რა თქმა უნდა აიღოთ ჯვრის დადგმას როცა აპირებთ და გაესაუბრეთ ადგილობრივ მღვდელმთავარს ან მოძღვარს, სადაც ხართ. და მასთან შეათანხმოს პროპორციები, ზომა და ყველაფერი, ლამაზი იყოს. გისმენთ, გააგრძელეთ. მეორე კითხვაც გქონდათ თქვენ გაითიშა და. დიახ. ეხლა გამეთიშა. კი ბატონო. დიახ, მოგლეთ, მაინტერესებს ესეთი რამ. ძველ აფთმის წინასწარმეტყველებებში წერია ქრისტეს შესახებ ყველაფერი, თუ როგორ მოვიდო და როგორ ეწამებოდა და ასე შემდეგ. თუ არის სადმე რომელიმე წინასწარმეტყველებებში ჩაწერილი თქვა ანტიქრისტეზე, ან მესამე ტაძრის აღდგენაზე, იმიტომ ვკითხულობ, რომ ერთ-ერთი მამაოს ქადაგებას მოусმინე და გაკვით ახსენა ამის შესახებ. ეს იყო ამოს წინასწარმეტყველზე და ეზეკიელის 20 თავის ვარდსები ზუსტად და იქნება ან ამიხსნა და ან მიმასწავლოთ ზუსტად როგორ მოვიდიოდა დავიწყოთ ეს ჩემთვის რომ დავიკმაყოფილ სულიერი მოთხოვნილება ამ კუთხითაც. მადლობა. მადლობა კითხვისათვის. ყველაზე მეტად პირველი რაც გამახსენდა, ანუ მას რასთან დაკავშირებითაც აქვს კითხვები და რასაც შეეხებოდა, ყველაზე მეტად ამ მოვლენებს აღწერს დანიელ წინასწარმეტყველი. შეგიძლიათ მოიძიოთ მისი წინასწარმეტყველებები, თუ არ ვცდები მეცხრე თავი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ დაწვრილებით საუბრობს წმინდა დანიელ წინასწარმეტყველი ბოლო ჟამის შესახებ, ანტიქრისტეს შესახებ, ასევე ტაძრის აღდგენის შესახებაც. ნუ ამის შესახებ თავად უფალმა იესო ქრისტემ თქვა სახარებაში, წერია, ჩაწერილია და მაგაზე მეტმა ახლა ვიღავ თორცები წინასწარმეტყველი ზაქარიაც წინასწარმეტყველებს და ესაია. ბევრ წინასწარმეტყველს აქვს. აი რომ გადახედოთ ამ აი ზაქარია წერს რომ მოვა მაცხოვარი ცეცხლი. მაგრამ აი დაწვრილებით რაც იკითხა ტაძრის შესახებაც რომ იყოს და ამ ყველაფრის შესახებ გამახსენდა დანიელ წინასწარმეტყველი. დიახ. დანიელი, ესაია, ეზეკიაც თუ არ ვცდები. დანარჩენი არ მახსენდება. კი ბატონო. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის, რატომ ეუბნებიან ქრისტეს ფარისევლები საცდუნებლად გვაჩვენეს სასწაული? ამით რის დამტკიცებას ცდილობდნენ? რატომ ცდიდნენ? რაში უნდათ დაედანაშაულებინათ?
რაიმე სასწაულის მოხდენით ქრისტესი. ადრე მაქვს მოსმენილი, რაც აღარ მახსოვს. კარგად თითქოს ფარისევლებს უნდათ დაედანაშაულებინათ რჯულის დარღვევაშიო. დიახ, რამდენიმე ადგილას არის ეს, როცა მიდიან მაცხოვართან და ითხოვენ მისგან სასწაულის მოხდენას და ერთი ადგილი, რომელიც მახსენდება, არის რომ უფალი პურს და თევზს განამრავლებს 7000 კაცი დაპურდება და ამის შემდეგ მიდიან მასთან და ითხოვენ რომ რა სასწაულს გააკეთებ რომ დავიჯეროთ რომ ქრისტე ხარ და მათ ამ ხელს მაცხოვარი დაეუბნება რომ იმიტომ კი არ მოხვედით რომ ეგ გაინტერესებთ, არამედ რომ გინდათ რომ ჭამოთ და გააძღეთ და ანუ ასე თქვა რაღაცა სასწაულს ითხოვს ეს ადამიანები ითხოვენ მისგან, მაგრამ მათი მიზანი არ არის ის რომ ირწმუნონ იესო ქრისტეს ღმერთობა. სხვადასხვა მიზნით ითხოვენ ამას. ზოგჯერ არის რომ შაბათ დღეს ითხოვენ მისგან სასწაულის აღსრულებას, რათა ამხილონ ის იმაში რომ შაბათი დღე ებრაელებისთვის ითვლებოდა წმინდად და მათ ეკრძალებოდათ ნებისმიერი საქმიანობა და თითქოს ამით უნდათ რომ ამხილონ რომ ის არ არის ჭეშმარიტი მესია, რადგან არ ღვევს რჯულს და შაბათ დღეს აღასრულებს კურნებებს და უფალი ხშირად დემონსტრაციულად აღასრულებს შაბათ დღეს კურნებებს, რათა მათი ეს გაუკეთურებული წარმოდგენები ამხილოს, რომ ასეთ რაღაცას ეუბნება რომ ნუ თუ სიკეთის კეთება არ შეიძლება შაბათ დღეს ადამიანი რომ ჩავარდეს ღრმულში ან შენი შვილი რომ ჩავარდეს თუ არ ამოიყვანთ იქიდან ან სხვა საქმის კეთება თუ შეიძლება რატომ არ შეიძლება სიკეთის კეთება და აი ამით ამ ხელს კეთილი ქრისტეს რატომ ეუბნებიან მღვდელმთავრები რომ შენსავით არ ვართ შობილიო რას გულისხმობდნენო შენსავით არ ვართ შობილი არ მახსენდება ეს როდის ანუ შეიძლება ქალწულისაგან შობა იგულისხმებოდა. არ ვიცი, მე ზუსტად ამ მომენტს ვერ ვიხსენებ. ის ხომ არა აბრაამი რაც აბრაამზე საუბრობს კონი ერთი ადგილი არის ესეთი რომ აბრაამი мама ჩვენი როცა ისინი ამბობენ და მაცხოვარი ეუბნება რომ აბრაამი რომ мама იყოს, მაშინ ჩემსაც ირწმუნებდით და მისნაირი საქმეები გექნებოდათო. არა შენსავით შობილს არ ეუბნებიან, ცოდვით შობილები არ ვართო ჩვენ, ესე ეუბნებიან ეს. სხვა არ მახსენდება. კეთილი, როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე? ლოცვით, მარხვით, მოთმინებით, თავშეკავებით, მიმტევებლობით. სიყვარულით ეს ყველაფერი კავშირშია ამასთან ადამიანს და ეს ყველაფერი როგორ შევწყვეტ? რაც ძალიან რთულია. რა თქვენ ჩამოთვალეთ? ლოცვა, მარხვა. როგორ და ღმერთი უნდა შემოუშვას ადამიანმა საკუთარ ცხოვრებაში, ტაძარში იაროს, ეცადოს რომ ცნებები დაიცვას. ეს ყველაფერი დაეხმარება. კი. სიმდაბლით უნდა გაუხსნათ კარი უფალს. რატომ მოხდა აღდგომა მესამე დღეს? რა შინაარსი აქვს მესამე დღეს? ხო, ნუ ამის შესახებ აი წინასწარმეტყველები ვახსენეთ. ბევრი და მრავალი წინასწარმეტყველი ამბობს ამის შესახებ. იონას 3 დღე მუცელში ყოფნაც ერთ-ერთი ის არის. რა თქმა უნდა და სხვა წინასწარმეტყველები ამბობს იყო და რაც მესამე დღე არის სიკვდილზე გამარჯვების და სიცოცხლის სიმბოლო ერთგვარად, ხო? აი ებრაულ ტრადიციაშიც მესამე დღე უთლებოდა გამარჯვებას. რაღაც საკრალური დატვირთვა აქვს ამ სამ რიცხვს. როგორც სამება, კი. მაგრამ მრავალი წინასწარმეტყველი ამბობდა იმას, რომ მესამე დღეს აღდგება მაცხოვარი. თავად უფალიც ამბობს ამას, რომ მესამე დღეს აღდგება. იმიტომ მოხდა, რომ უნდა აღსრულებულიყო ეს წინასწარმეტყველება, რაც ძველ აღთქმაში იყო და ბევრ ეპიზოდში გვხდება ეს მესამე დღის შემთხვევა. ერთ-ერთი რაც შემიძლია ახლა გავიხსენო, იონას 3 დღე ვეშაპის მუცელში ყოფნა. თუმცა კი სხვა ბევრი არის კიდევ სხვადასხვა
ეპიზოდები არის. ესეთი კითხვა არის, როცა ადამიანი სნეულებაშია, წამს ღმერთის, ღვთისმშობლის, წმინდანების, ევედრება გამოჯანმრთელებას, მაგრამ მაინც გარდაიცვლება. რატომ ხდება ასე? ღმერთს და წმინდანებს ღვთისნებით ხომ შეუძლიათ ადამიანის განკურნებაო? რა თქმა უნდა შეუძლიათ, მაგრამ თუ ეს ისე არ ხდება, ანუ რასაც ჩვენ ვითხოვთ, ესე იგი არ არის ის ჩვენთვის სასარგებლო. პირველ რიგში ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანმა რა თქმა უნდა ილოცოს, უნდა მიანდოს ღმერთს ყველაფერი, უთხრას ღმერთს თავისი სურვილი თვითონ რა სურს, აი ღმერთო, მე მინდა რომ განვიკურნო ამ სნეულებისაგან, მაგრამ იყოს შენი ნება. ხო, აი ამის მაგალითს თვითონ უფალი გვიჩვენებს, როცა ის ლოცულობს ზეციერი მამის წინაშე, გეციმანეის ბაღში, ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ანუ იქნება ჩემი ნება, არამედ შენი ნება იყოს. ხო, აი ასევე ადამიანმა უნდა ილოცოს და თქვას ეს სიტყვები და თუ ჩვენთვის სასარგებლო იქნება, ღმერთი განკურნებს იმ სნეულებისაგან განგვათავისუფლებს, ხო, თუ არა და მაშინ როგორც ღვთისნება იქნება, ის უნდა გვინდოდეს ჩვენ და ის უნდა გვახარებდეს. კი ბატონო. გიორგი გვწერს, სიგარეტის მოწევა მორწმუნე ადამიანს ხელს რამეში უშლისო, მაგალითად ლოცვაშიო და თუ ითვლება ცოდვად მოწევაო. რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეული დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, მავნეჩვევა, რომელიც ჯანმრთელობასაც აზიანებს და თავისუფლებას აკარგინებს ადამიანს. დიახ. ანუ თავის თავზე ვეღარ უფლებს ადამიანი. სხვათა შორის აი ყველა ცოდვას აქვს ერთი და იგივე საერთო რამ. ძალიან ადვილად შემოდის ადამიანში და მერე ძალიან ძნელია მისი მოშორება, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ერთ დღესაც აღმოაჩენს ადამიანი, რომ მას არ შეუძლია ამის გარეშე და ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი. და თან აღარ უნდა, მაგრამ არც შეუძლია ზუსტად ამას გულისხმობ თავისუფლების დაკარგვაში. და ყველაფერი რაც ასეთი არის, რა თქმა უნდა, არაა სასურველი და როცა ადამიანი ხვდება რაღაცის გარეშე, მას არ შეუძლია და რაღაცაზე მიჯაჭვულია და შენ ვეღარ უფლებს საკუთარ თავზე და რაღაცა ზემოქმედების ქვეშ ხარ, იმის მონა დიქცევა უკვე ადამიანი, ეს არასასურველი მდგომარეობაა და ანუ მხოლოდ ღმერთს უნდა ემონებოდეს და ემორჩილებოდეს ადამიანი და კეთილ სურვილებს და არა ცოდვას და ბოროტ ძალას, ხო? კი ბატონო. როგორ განთავისუფლდეთ ეგოიზმისგან? ეგოიზმი ძალიან მძიმე ცოდვა, რომელიც ადამიანს ასე კი აბრმავებს, როგორც წმინდა მამები ამბობენ, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე არის ორიენტირებული ასეთი ადამიანი, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ადამიანი როცა საკუთარ მეზე ფიქრობს, ის ვერ იფიქრებს მოყვასზე, ვერ იფიქრებს გარშემოყოფებზე და ქრისტიანობა კი პირდაპირ გვასწავლის, ქრისტიანობა არის სიყვარულის რელიგია და ოღონდ სხვა იყოს კარგად, ოღონდ მოყვასი იყოს კარგად, ნეტავ მას რა ჭირდება, მას რითი შევეწიო, რითი დავეხმარო, რითი გავახარო, ხო, აი მახსენდება უწმინდესის ერთ-ერთი ქადაგება, სადაც ის ძალიან საინტერესო სიტყვებს ამბობს და ხშირად ვიხსენებ და ვიმეორებ ხოლმე ასეთ რაღაცას ამბობს და ერთ-ერთ ქადაგებაში უწმინდესი რომ მთელი ცხოვრება ვფიქრობო, რომ რა არისო ადამიანის მთავარი საკეთებელიო ამ ქვეყანაზე და ერთ რამეს მივხვდიო, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს מחარებელიო, სხვისი გამხარებელი. აი ძალიან დიდი სიღრმეა ამ სიტყვებში და აი როგორ დავაკავშიროთ ახლა ამ ეგოისტობას და როცა ადამიანი საკუთარ მეზე ფიქრობს, ის ვერ იქნება სხვისი გამხარებელი. ის იქცევა ამ თავისი მესტყვეობის ქვეშ, მონობის ქვეშ და მისი სურვილების აღსრულებელი ხდება და სულ მეს მინდა, მე ის მინდა და სულ ორიენტირებულია საკუთარ მეზე და ეგოზე. ეს ძალიან შორს არის ქრისტიანული მოძღვრებისაგან და ქრისტიანობისაგან. თუ უნდა ადამიანს რომ ქრისტიანულად იცხოვროს, აუცილებლად საკუთარ მეზე უნდა ამაღლდეს და
გაიხედოს გვერდზე, იქნება აი რა ჭირდება, მოყვას, თუ გინდ ოჯახის წევრს, როგორც ჩვენ გვაქვს საჭიროებები და მოთხოვნილებები, ისე სხვებს აქვთ, ხო? და ამაზე დაიწყებს ადამიანი ფიქს მაშინ შეამჩნევს ბევრ რაღაცას და უფრო მეტად ნელა გაიმარჯვებს ამ საკუთარ მეზე და სხვების სიყვარულით, მოყვასის სიყვარულით ხდება ამაზე გამარჯვება. კეთილი. როგორ გავთავისუფლდეთ ეგოიზმისგან, უწერს გიორგი. ეგ ხო წაგი. ეგ წავიკითხეთ, ხო? ანა გვწერს ესეთი კითხვა მაქვსო. გვიახლოვდება მიცვალებულთა ხსენების 4 შაბათი. გადაიხდება პანაშვიდები, კეთდება საკურთხი. აუცილებელია თუ არა ამ 4-ვე შაბათს მოიხარშოს ხორბალი. ზოგი ამბობს ფაფობა არისო, ზოგი კი იხარშება წანდილი. ჩემთვის როგორც ცნობილია, ხორბალი იკურთხება 27 თებერვალს, თეოდორე ტირონის ხსენების დღეს და იხარშება კოლიო. იგივე წანდილი. ერთხელ მოხარშოთ საკმარისი. იქნებ გავარკვიოთ, რომელი უფრო სწორიო. დიახ. როგორც აღნიშნა ამ ადამიანმა, მოდის მიცვალებულთა მოხსენიების დღეები, ეს ამ კვირის შაბათის მიცვალებულთა ხსენებაა, ხორციელის შაბათი და შემდეგ დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათები არის მიცვალებულთა ხსენება. რაც შეეხება მოხარშულ ხორბალს, სწორედ იყო ეს აღნიშნული, რომ თეოდორე ტირონის ხსენების დღეს პირდაპირ არის მითითება, რომ იხარშება ხორბალი და წანდილი, მაგრამ ეს თავის მხრივ არის დაკავშირებული ერთ-ერთ მოვლენასთან, რომელიც მის ცხოვრებაში აღესრულა. მოხდა ისე, რომ წარმართებს უნდათ, რომ შეებილწათ ქრისტიანები დიდი მარხვის დაწყების პერიოდში, როდესაც ისინი იწყებდნენ წმინდა 40 დღიან მარხვას და აი ამ დროს გადაწყვიტეს, რომ ესე იგი ნაკერპავი საჭმელი გამოეტანათ, ნაკერპავის სისხლი ესხურებინათ ბაზარში საკვებისათვის. და ადამიანები, ქრისტიანები, რომლებიც შეიძენდნენ აი ამ საჭმელს, ამეთი წაიბილწებოდნენ, ასე ვთქვათ და ამ დროს გამოეცხადა თეოდორე ტირონი იმდროინდელ ეპისკოპოსს, რომელსაც აუწყა ეს ყოველივე და უთხრა, რომ ეთქვა ყველასთვის, განეცხადებინა, შეეკრიბა ყველა ქრისტიანი და ეთქვა, რომ არავინ არ შეიძინოს საკვები ამ კვირას ბაზარში, არამედ მოხარშონ ხორბალი და დაატკონ თაფლით და ეს იყოს მათი საზრდო იმ კვირას და აი ამითი გადარჩებიან იმისაგან, რაც ჰქონდათ განზრახული იმ დროს წარმართებს. აი ეს მოვლენა უკავშირდება თეოდორე ტირონის ხსენებას და ამ დღეს კოლიოს კურთხევას. დანარჩენ დღეებში, ანუ ზოგადად ითვლება, რომ მოხარშული ხორბალი არის მიცვალებულთათვის ამზადებენ ხოლმე. ამას ხშირი არის ისე აი ბერძნულ ტრადიციაშიც ხშირად ამზადებენ, წირვაზე მიაქვთ, მიცვალებულზეც ამზადებენ. ეს არის სიმბოლო, როგორც ვიცი, აი ზეციური მანანისა, რომელიც რომელსაც ღმერთი აძლევდა აი ძველ აღთქმაში ებრაელებს 40 დღიანი ხეტიალის დროს. რაღაც ასეთი სულიერი და სიმბოლური დატვირთვა აქვს ამას. კი ბატონო, მაყურებელია კვლავ. გისმენთ ეთერში ხართ? მამა გურამი და მამა ადამი დამლოცეთ. ერთად დამლოცეთ, გაიხარეთ. მამა ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. დიახ, გისმენთ. ახლა ყველიერი ხომოდის და ყველიერ შაბათი და პარასკევი შეიძლება ხო ის პროდუქტი. ხოდა რა მაინტერესებს ამ ხორციელში 4 შაბათ და პარასკევი რატო არ შეიძლებოდა? ეს ერთი კითხვა. მეორე კითხვა. ეხლა გზაში ვარ და მოვდივარ, ჩვენ ვხავრობთ და მინდა რომ დაგვლოცო, ხო შეიძლება დაგვლოცეთ და რატოცა წავიკითხო, როცა გზაში დავდივარ, მაგით რომ მითხრა. დიდი მადლობა. გაიხარეთ, კეთილი მგზავრობა. მერთმა დაალოცოს თქვენი გზა და მშვიდობით გატაროთ ყოველთვის. მშვიდობით გატაროთ. გზაში არსებობს გზავრობის ლოცვები, მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებს ადამიანი,
იესოს ლოცვა, დიახ, სწორედ ეს მინდოდა მეთქვა. გულში მეოროს იესოს ლოცვა, ან სხვა ლოცვა, რაც ზეპირად გაახსენდება, შეიძლება მამაო ჩვენო თქვა, ღვთისმშობელო ქალწულო. შეუძლია იგალოგოს კიდეც. რა თქმა უნდა და ასე მშვიდობით ღვთისშეწევნით კეთილად წარემართება სულა კაცისა, როგორც არის ნათქვა. ყველიერსაც შეეხება რძის პროდუქტები, ყველაფერი შეგიძლიათ მიიღოთ ოთხშაბათი და პარასკევის ჩათვლითაც, ხო? ზოგადად ხა ხორცი და რძის პროდუქტი განსხვავდება ერთმანეთისგან, ხორცი ბევრად მძიმე საკვებია, ასე ვთქვათ და ანუ როცა მარხვა არის, შეიძლება რომ აი რძის პროდუქტით დაუშვას ადამიანმა, რომ გამონაკლისი, ასე ვთქვათ, მოძღვრის კურთხევით, რომ რძის პროდუქტით თუ ჯანმრთელობა არ უწყობს, მიიღოს თუ ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს ან სხვადასხვა საჭიროება ამის დროს, მაგრამ აი ხორცით აინც არ ნაკლებად არის ხოლმე. ხორცით ხა თუ აუცილებლად ჭირდება ადამიანს ხორცი, შეიძლება რაღაცა სახით მიიღოს. წამლად როგორც ესეთი შეიძლება ითქვას. კი ბატონო. კეთილი, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის უფალი რას წერს მიწაზე, როცა მეძავ ქალზე ამბობს, ვინც უცოდველია, ქვა მან ესროლოს პირველად. ძალიან საინტერესო კითხვა არის ეს. ხათუნა წერს ამ კითხვას. დიახ, გავიხსენოთ ეს ეპიზოდი. მაცხოვართან მიყავთ ფარისევლებს და მწიგნობრებს მეძავი ქალი, რომელიც მხილებულია მრუშობაში და რჯულის კანონით მას ეკუთვნის ქვებით ჩაქოლვა. და ესეც ერთ-ერთი ეპიზოდია, როდესაც ამით გამოსცდიან მაცხოვარს, დაინტერესებთ რას იზავს ის, აღასრულებს თუ არა რჯულს და დაარღვევს თუ არა რჯულს და ეუბნებიან, რომ აი ეს ქალი ცხადად არის მხილებული მრუშობაში, შემჩნეული მრუშობაში და ჩვენის უნდა ჩავქოლოთ. მაშინ არის, როდესაც უფალი დაიხრება და თითით იწყებს წერას მიწაზე. თუ არ ვწდები წმინდა ნიკოდიმოს თაწმინდელს აქვს ამასთან დაკავშირებით განმარტება, ძალიან საინტერესო წიგნიც არის გამოცემული. და როდესაც დაასრულებს წერას, ამბობს, ვინც უცოდველია, იმან პირველმა იმან ისროლოს ქვა. და აგზელებს წერას და როცა მიმოიხედავს, აღარავინ აღარ დარჩება, დაიწყესო თითო კაცმა გასვლა აქედან. სათითაოდ ყველა წავიდა და აღარავინ არ დარჩა, მხოლოდ ეს მხილებული მრუში ქალი. და წმინდა ნიკოდიმოსი ამბობს, რომ უფალმა ამ დროს დაწერა მათი ცოდვები. აი ვინც იქ იყვნენ შეკრებილები, ამხილა ისინი ამით. როდესაც ყველამ ამოიკითხა იქ საკუთარი ცოდვა მიწაზე დაწერილი, აი სინდისისაგან მხილებულებმა ვერ შეძლეს რომ ჩაეკოლათ ეს ქალი და თითო კაცით იწყეს გასვლა და დატოვეს მხოლოდ მაცხოვარი და ეს ქალი. ესეთ კითხვა არის რუსკა გვწერს. სხვისი გულისთვის და წარწმედისთვის, რა თქმა უნდა, სხვა არ უნდა დაზიანდეს და არც ზიანდება, მაგრამ კითხვა უფრო რომ დავაკონკრეტოთ. როცა იცით წინასწარ თქვენი შვილი რომ დაიღუპება სამუდამოდ, მაგ შემთხვევაში მაინც შემოიყვანდით ამ ქვეყანაზე? ჩვენ არ ეს მაშინ რო დასვა კითხვა, რომ ღმერთმაო რატო შექმნაო ადამიანი თუ იცოდაო რომ ცოდვით დაეცემოდა, ხომ იცოდაო რომ მაინც ცოდვით დაეცემოდაო და ამ კითხვის საპასუხოდ სვავს ესეთ კითხვას ერთ-ერთი ქალბატონი, რომ ესე იგი რომ იცოდეთ წინასწარ რომ თქვენი შვილი სამუდამოდ დაიღუპება, მაინც შემოიყვანდით თუ ამ ქვეყანაზეო? ჩვენ არ ვიცით წინასწარ და ვიბრძვით მაგისთვისო, მაგრამ ღმერთმა ხომ იცისო ესო? რა თქმა უნდა, ღმერთის ერთ-ერთი თვისება არის ყოვლისმცოდნეობა. მაგრამ ის რომ ღმერთმა იცის ადამიანს რა ხვედრი ეწევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ აგვაქვს თავისუფალი არჩევა. აი ხშირად არის რომ
ამას ვერ ხვდებიან ხოლმე ადამიანები, ამას გარკვეული ძალისხმევა ჭირდება. ანუ ჩვენ თავისუფალი ნება გვაქვს მოცემული ადამიანმა შეუძლია თვითონ აირჩიოს რა სურს მას ამა თუ იმ შემთხვევაში და თავისი ცხოვრების გზა თვითონვე შეუძლია აირჩიოს, მაგრამ ის რომ ღმერთმა ეს იცის რას აირჩევს ადამიანი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი ნება და თავისუფალი არჩევანი. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ იმ ადამიანმა შეიძლება რაღაც მომენტში შეინანოს და შეიცვალოს მისი ცხოვრება. მისი ხვედრიც კი შეიძლება შეიცვალოს თავის სინანულით. ყოფილა ასეთი შემთხვევა. შეიძლება ბოლო წამსაც კი მოხდეს ეს. მახსენდება ნინევიელები, რომლებიც თანაც უფალი აგზავნის იონა წინასწარმეტყველს და ეუბნება ასეთ სიტყვებს, რომ აი 3 დღე და დაიქცევა ნინევია, მათი ქალაქი. ანუ განადგურდება. და ისინი განსაკუთრებულ რაღაცას იწყებენ, განსაკუთრებულ სინანულის გამოვლენას იწყებენ და იწერია წმინდა წერილში, რომ ჩვილები და პირუტყვებიც კი ამარხულეს. თვითონ მეფე იყო ამის მაგალითი ამ ქალაქისა და მთავარი, რომელიც გამოვიდა შუა ქალაქში, მიწაზე დაждდა, აცარი დაიყარა თავზე, ეს ერთგვარი სიმბოლური სახე იყო იმისა გლოვის და მარხვის და ყველა მიბაძა მას და აი ჩვილებსაც კი არ აჭმევდნენ საჭმელს და პირუტყვებს და იმათ ტირილზე და ღრიალზე უფრო მეტად მძაფრდებოდაო მათი განცდა სინანულისა და ცნობილია რომ ღმერთმა შეცვალა თავისი მსჯავრი და გადარჩა ნინევია ხო ამ სინანულის მათი ამ ქმედების გამოხატულებისგან. კი ბატონო. როგორ მოვიქცეთ სიძულვილის დროს, როცა ვინმე გვეზიზღება და ჩვენში ცუდ განცდებს იწვევსო? ძალიან მძიმე მდგომარეობაა ეს და უნდა ვებრძოლოთ დიდად ამ ცოდვას, რომ არ გამრავლდეს უფრო და უფრო ადამიანში. შეუძლებელია რომ ადამიანს ვინმე ეზიზღებოდეს, მეორე ადამიანი ეზიზღებოდეს, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ მოვძებნოთ ძალა, ნელ-ნელა რაც არ უნდა, ანუ ადამიანის საქციელი არ მოგწონდეს და მისი ქმედებები, მისი სიტყვა არ მოგწონდეს, გვახსოვდეს რომ ანუ შეიძლება გძულდეს მისი ცხოვრების წესი. და ის ცოდვები, რომელსაც ის ჩადის და აკეთებს და არა თვითონ ადამიანი. აი ეს ორი რამ უნდა გავმიჯნოთ ყოველთვის ერთმანეთისაგან და ქრისტიანობა ამას გვასწავლის, რომ ადამიანი არც ერთი ადამიანი არ იბადება ბოროტად. ყველა ადამიანი კეთილად არის ღვთისხატად და მსგავსად დაბადებული და შექმნილი და თუ მან თავისი არჩევანი და თავისი ცხოვრების წესით გაუკეთურდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ასეთად არის დაბადებული და ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება რომ ის არ შეიცვალოს, თუ შეინანებს და გამოსწორდება, ისევე დაუბრუნდება იმ პირვანდელ მდგომარეობას. აი ხშირად ადარებენ ხოლმე ტალახში ჩავარდნელ ძვირფას თვალს, მაგალითად ბრილიანტის ქვას, რომელიც ანუ რო გაწმინდო იმ ტალახისაგან, ისევ კლავინდებულ სიკაშკაშეს დაუბრუნდება. ასევე არის ადამიანი ცოდვებში ჩავარდნილი და ამოსრული უკეთურ მდგომარეობაში მყოფი, მაინც მისი საწყისი არის კეთილი და წმინდა და სუფთა და შეიძლება იმას შეინანოს და გამოსწორდეს. ამიტომ გძულდეს ის ცოდვები და ის აქციელები, რომელსაც ის ადამიანი ჩადის და არა თვითონ ეს ადამიანი. თვითონ ეს ადამიანი უნდა გვებრალებოდეს და გვეცოდებოდეს და აი ეს დაგვეხმარება იმაში, რომ არ გვეზიზღებოდეს მაინც, არ უნდა გვეზიზღებოდეს არავითარ შემთხვევაში. თუ შევიბრალებთ, შევიცოდებთ, აქედან უკვე შევალთ მის მდგომარეობაში და მის ადგილას წარმოვიდგენთ თავს, დაგვეხმარება ეს ყველაფერი იმაში, რომ დავსვილოთ ეს სიძულვილი და რისხანება. კეთილი, მაყურებელია ისევ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? მოგესალმებით მამაოებო. გაიხარეთ. ალო. დიახ, გისმენთ, იცოცხლეთ, გაიხარეთ, საღამშვიდობა. დღეისწორს დაგირეკეთ და ოპერატორმა გამთიშა, ალბათ მეორე შეკითხვაც მინდოდა რომ დამესვა. დიახ. იქნება ახლა არ გამთიშოს, გენაცვალეთ. კი ბატონო. ისა, ნაოპერაციები ვარ ხერხემალზე, 75 წლის ვარ. დიახ. თქვენი ტელევიზიით რომ არის ხოლმე ლოცვები, ზიარების წინა 11 საათზე მოგეხსენებათ ალბათ რა თქმა უნდა. დიახ.
თუ შეიძლება რომ დავჯდე ზოგჯერ და იმასთან ერთად წავიკითხო მეც შუმი ხმით. რა თქმა უნდა შეიძლება, კი. და კიდევ კითხვაც გავაგრძელო. კი, გააგრძელე. როდესაც მივდივარ წირვაზე, თუ შეიძლება კიდევ რომ მოკლე ლოცვა წავიკითხოთ, მაგალითად დილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ წმინდა უსამება და ასე. კი ბატონო. კეთილი, მადლობა კითხვებისთვის. ბოლოს წევის წამალი თუ შეიძლება რომ დავლიო ექიმისგან გამოწელი. შეიძლება. გაიხარეთ. ნუ წირვის დღეს რაც შეეხება, ნუ თუ ადამიანი რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს რომ დილის ლოცვა ილოცოს, შეიძლება რომ გამონაკლისად მოკლე ლოცვა ილოცოს და წავიდეს. ან თუ დრო არ აქვს, ან შეიძლება ზიარების ლოცვა აქვს წასაკითხი და მას დიდი დრო ჭირდება, შეიძლება რომ ამის მოკლე ლოცვა თქვას, ამას დაუთმოს რომ რაც უფრო მნიშვნელოვანია რომ ზიარებისთვის მოემზადოს. კეთილი. მაყურებელი კვლავ გისმენთ ეთერში ხართ. დამლოცეთ მამაოებო გამარჯობათ. გამარჯობათ. შეგაწუხებდით. ისეთ ამაინტერესებს პირველი ისა არის რომ თუ შეიძლება რომ გვესაუბროთ ესაია და ეზეკიელ წინასწარმეტყველზე. მეორე კითხვა ასეთია რომ აი თვითონ სამების გამოსახულე ხო არის სამების ხატი. აი რაღაცა მაგიდაზე როზია შეგნით რატო არის შეჭრილი ის მაგიდა ის რაც განასახიერებს და მესამე როგორ შეიძლება ადამიანს ფაქტორული უკვე თოდადის 2 წელი ეკლესიაში გამკიცდეს სულიერად. მე ხშირად გირეკავთ მინდა იცოდეთ რომ 13 წლის ბავშვი ვარ ხშირად გირეკავთ ხოლმე მე. მადლობა, გაიხარეთ. გაიხარეთ. როგორ გამკიცდეს ადამიანს სულიერად? წმინდა მამათა სწავლებები უნდა იკითხოს, სახარება უნდა იკითხოს, წმინდა წერილი უნდა იკითხოს. ეს ყველაფერი ეხმარება ადამიანს. წმინდა მამათა ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. ამას არაერთი მოღვაწე მამა და წმინდა მამა გვასწავლის და გვეუბნება, გვარიგებს, რომ აუცილებელია ამის გარეშე, ანუ ადამიანის სულიერის და განვითარება და გამტკიცება ფაქტიურად შეუძლებელია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს მეთოდები გამოიყენოს. ასევე იყო ყოვლადწმინდა სამების ხატზეო, აი ცა იკონოგრაფიული სინი არის იქ გამოვლინებები, ცოტა რთული განსამარტია კი, არა, ამასთან დაკავშირებით რაც შეიძლება ითქვას, ეს ეპიზოდი არის ძველი აღთქმიდან, კერძოდ, როდესაც აბრაამმა მთავარმა ისტუმრა 3 მგზავრი, რომელიც განასახიერებს ყოვლადწმინდა სამებას და ეს ხდება მამრეს მუხასთან. ამ ხატზე ასევე არის ხოლმე გამოსახული ეს მუხა, რომლის ქვეშაც სხედან სტუმრები და ეს სტუმრები განასახიერებენ ყოვლადწმინდა სამებას და მამათა განმარტებით ეს არის მაცხოვარი უფალი იესო ქრისტე ორანგელოსთან ერთად, რადგან თვითონ ყოვლადწმინდა სამება, როგორც ასეთი იმისი ხატი არასდროს არ გამოჩენილა, ასე ვთქვათ, განცხადება ქვია ნათლისღებას, როდესაც არის ძე ღმერთი განკაცებული, მამის ხმა, რომ ეს არის ჩემი ძე და სულიწმინდა კი ტრედის სახით გადმოდის და სხვა შემთხვევაში, ასე ვთქვათ, სამება არ ჩანს, ანუ მამისი ხატი, როგორც ასეთი არ არსებობს. ეს არის სიმბოლო ყოვლადწმინდა სამების მაცხოვარი ორანგელოსთან ერთად, წმინდა მამათა განმარტებით, რომელიც არის მამრეს მუხასთან და იქ ჩანს ხოლმე აბრაამი და სარა, რომელიც ემსახურებიან მათ, უმასპინძდებიან, ზოგიერთგან მაგიდაზე ზვარაკის, რომელიც დაკლა აბრაამის თავი არის დადებული და ასე შემდეგ. კეთილი. და ნუ წინასწარმეტყველებზე იყო ესაია და ეზეკიაზე, ეზეკია იყო. ნუ ამასთან დაკავშირებით ახლა დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ ახლა. ესაიაც თვითონ შეუძლია რომ ნებისმიერი ბიბლიის წიგნი მოიძიოს და ძალიან მარტივია იქ დაწვრილებით არის აღწერილი და უფრო მეც გაიგებს და უფრო მეც ისწავლის. კეთილი. იქიდან. ესეთი კითხვა არის დათო გწერს
აპირებს თუ არა საქართველოს ეკლესია დაიწყოს მისიონერული მისიის წამოწყება საქართველოში ხალხის ქრისტიანული ცნობადობის ასამაღლებლად. რა იგულისხმება ამაში, საინტერესო. არ ვიცი მე ასეთი რამე თუმცა როგორც ვიცი არის რაღაც მსგავსი მისიონერული და ევანგელიზაციის განყოფილება შეიძლება რომ მიმართოს იმას და იმას კითხონ და უსვან ესეთი კითხვა მე ვერ ვიტყვი რაფერს. კეთილი. ამბობენ თითქოს რეინკარნაციას, ანუ გარდასხეულების თეორიას ქრისტიანობა ადრეულ წლებში აღიარებდა და შემდეგ აიგრძალა. მაგალითად, ვასილ ბარნოვს ჯეროდა და თავის შემოქმედებაში საუბარია ასეთ თეორიაზე. თანაც მისი მამა იყო მღვდელი და მასაც სასულიერო განათლება ჰქონდა. ცხოვრებაში არის რეინკარნაციის მაგალითებიც და რით იხსნის ქრისტიანობა ამ მოვლენას? რეინკარნაცია თავიდანვე უნდა ითქვას, რომ არ არის მართლმადიდებლური ქრისტიანული სწავლება, არასდროს არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან სრულიად საპირისპირო სწავლება არის განცხადებული სახარებაში. ეს არის აღმოსავლურ რელიგიებისთვის დამახასიათებელი სწავლება. ეთქოს ადამიანი გარდაცვალების შემდეგ შეიძლება რომ მეორედ მოვიდეს ცხოველის თუ ფრინველის და მცენარის სახით, რა თქმა უნდა, ეს არასწორი დამოკიდებულება და არასწორი სწავლებაა და ამას მართლმადიდებლობა მკვეთრად ემიჯნება და ამისი არგუმენტი შეიძლება იყოს ერთი ის, რომ მაცხურის სწავლებით იქნება მკვდართა საყოველთაო აღდგომა და ყველა მიცვალებული აღდგება, თავის სხეულით აღდგება ის და იჭდება კითხვა, რომ თუ ადამიანი რამდენიმე სხეულით იყო ამ ქვეყანაზე მოსული, ის რომელი სხეულით აღდგება მაშინ. ესე წინააღმდეგება ამ მკვდართა საყოველთაო აღდგომის სწავლებას თუ გინდ აქედანაც უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ და ვთქვათ, რომ ეს არასწორი სწავლება არის და მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი სწავლება არის. კეთილი მაყურებელია. მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დასვით კითხვა. მამოებო ჩემი შეკითხვა და აი ჯურის შესახებ გეკითხება. დიახ. ვიცი რომ თქვენგან გავიგე ისო მე უნდა ავიღო ზიარება რა კურთხევა უბრალოდ მამაოსაგან მაგრამ ეხლა საქმე რაშია ეს ჯვარი მე უნდა დავამზადებინო სხვა ნუ ჩემახმობი დიახ შინავრსა აუცილებელი არის თორე მანაც აიღოს კურთხევა არა არის არა თქვენ თუ აიღებთ კურთხევას პრობლემა აღარ არის კი ბატონო კიდე გაქვთ კითხვა ეს შეკითხვა მოგაცნოთ დიახ ძალიან ხშირად ვიცი ხმარება მოდი ჩავთვალო წარმოქმნაგები აი ისეთ რამეს რომ ულოცავ რაღაცა რომ ყარავდეთ უფალი და თავისი სულ მომენტანი ზედმეტი ხوار მომდის ან უფლის წინაშე ამით მე ხوارაფერს ვწოდავ რა ესე თუ გამიგებდა შეკითხვა და კეთილი არა რა ვიცი რა ჯობია მაგას მე თუ ხშირად ახსენებთ და სხვა ადამიანებს თუ ლოცავთ რომ გფარავდეთ უფალიო ამაში ცუდი არაფერი არ არის პირიქით უფრო შეგეწევათ უფალი და გაგაძლიერებთ და დაგლოცავთ გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები მალე აღინიშნება ქეთემანი გზერს მირქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ღრმა იესო ქრისტე მარიამა და იოსებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს რომელსაც მიეგება მღვდელმთავარი ზაქარია რომელიც საკურთხეველში მოკლეს იმის გამო რომ არ დაიცვას ჯული და ღვთისმშობელი დააყენა იმ ადგილას სადაც უფლება არ ჰქონდა დადგომის მაინტერესებს მღვდელმთავარი ზაქარია იოანე ნათლისმცემლის მამაო კი მღვდელმთავარი ზაქარია იოანეს მამა რძალი რომ მტყუანია ყოველთვის დედამთილს არ მოეთხოვება რძლის პატივისცემა რადგან უმცროსია თან ამტყუნებენო ანა გვწერს ესეთ კითხვას ანუ რძალი ყოველთვის მტყუანია დედამთილს არ მოეთხოვება რძლის პატივისცემაო
ორივეს მოითხოვება ერთმანეთის პატივისცემა. როგორც ვთქვი, ყოველთვის ამტყუნებენ, მაგრამ თვითონ ფიქრობს, რომ ეს ესე არ არის და მართალია და გაჩნია ვინც წერს ამ კითხვასაც, ხო, ალბათ. ისაც მოითხოვს პატივისცემას. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ყოველთვის, ადამიანმა საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს, საკუთარ თავში ეძებოს შეცდომები. ხშირად არის ხოლმე, რომ ჩვენ ავტომატურად გვერდება თავის მართლების რეჟიმი, როცა ვინმე საყვედურს გვეუბნება ან გვამხელს რაღაცის გამო, ავტომატურად ირთვება თავის მართლების რეჟიმი ადამიანში და იწყებს თავის დაცვას. და ეს არასწორი არის. პირიქით ჯობია, რომ ერთი წუთით მაინც დაფიქრდეს ადამიანი. იქნება რაღაცა ძირედი სიმართლე მაინც არის იმაში, რასაც გვეუბნებიან და თუ ესე მოიქცევა, აუცილებლად აღმოაჩენს რაღაცას, რასაც რაღაცა გარკვეული სიმართლე არის იმაში, რასაც მას ადანაშაულებენ თუ ამხელენ და შეიძლება რომ დაიწყოს ამის გამოსწორება და ღმერთი შეეწევა თუ დაიმდაბლებს ადამიანს ასე საკუთარ თავში დაიწყებს მინუსების ძებნას და არა სხვისგან მოითხოვს პატივისცემას და დაიწყებს თავის მართლებას. კი ბატონო. მალაქია იყო ბოლო წინასწარმეტყველი ებრაელებში. არის ნახსენები, რომ ღვთის მადლმა მიატოვაო თავიანთი ურჩობის და ასე შემდეგ ქმედებების გამო. მანამდეც ხომ იგივე ჩადიოდნენ კერპთა ყვანისცემით დაწყებული თუ ურჩობით დამთავრებული, სულ უვლენდა წმინდა წინასწარმეტყველებს და ამხელდა თუ მოძღვრავდა. აი მერე რატომ შეწყდაო? ეს ღვთის განგებით ხდება ეს განუწყვეტელი პროცესი და თამდევი არის ებრაელი ხალხის და ისრაელის ისტორიისა, რომ ისინი მოიქცეოდნენ ღვთის მიმართ, შეინანებდნენ, ღმერთი მათ შეეწეოდა, ეხმარებოდა გარკვეული პერიოდის მანძილზე, შემდეგ ისინი ნელ-ნელა იწყებდნენ ისევ უკეთურებას, წოდების ჩადენას, ზოგშექცევას, ღვთისმცნებების მივიწყებას, კეთსახურებას ეძლეოდნენ, გარყვნილებას ეძლეოდნენ და ამის შემდეგ ისევ განეშორებოდა მათ ღვთისმადლი, ეშვებოდა მათზე განსაცდელები, მტერთა თავდასხმა, სიკვდილიანობა, სხვადასხვა სნეულება. შემდეგ იგივე პროცესი იწყებოდა, ისევ სინანულს ეძლეოდნენ და ისევ მოიქცეოდნენ ღვთისკენ და ისევ შეინანებდნენ და ღმერთი ისევ შეეწეოდა და ეხმარებოდა ხოლმე მათ. და ეხლა მალაქიას შემდეგ უკვე ალბათ ქრისტეს მოსვლა შობა იყო მოახლოებული და ამისთვის უნდა მომზადებულიყო ხალხი და გარკვეული წინაპირობა იყო საჭირო ამისთვისაც. ნიადაგი უნდა მომზადებულიყო გარკვეული და შესაბამისად ხდებოდა მოქმედებებიც. ადამი და ევა სამოთხეში საჭიროებდნენ საკვებს, იქაც ჰქონდათ საჭმლის მოთხოვნილება, რისთვის უნდა ეჭამათ დანარჩენი ხის ნაყოფები, ჭამა ხომ ცოდვის შედეგიაო, წერს გიგა. კი, ჭამასთან დაკავშირებით სწორედ ეს არის აღნიშნული, ყველა ხის ნაყოფისგან შეგიძლიათ ჭამოთ, მათ შორის იყო ხე სიცოცხლისა, მხოლოდ არ უნდა ეჭამათ ხისაგან ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა. ერთადერთი ეს ხე იყო აკრძალული და წმინდა მამები მას მახსენდება ამასთან განმარტებას აკეთებენ, რომ აი ეს ხე სიცოცხლისა გულისხმება იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომელიც ჩვენ მოგვეცემა დღეს საჭმლად. და ეს არის საშუალება, რომ ადამიანი განიღბოს და იყოს განხთობილ მდგომარეობას მიაღწიოს ასე. ამის სიმბოლო იყო ის ხე სიცოცხლისა, რომლის ჭამაც მერე უკვე აეკრძალა ცოდვის დაცემის შემდეგ, დაიხშო სამოთხის კარი გამოძევებული იქნა და წერია სხვათა შორის ეს, რომ არ მივიდნენ და არ შეწამონო სიცოცხლის ხისგანაც, ამიტომ დააყენა ბრუნავი מחვილით ანგელოზები, რომ არ შესულიყვნენ და აღარ ეჭამათ იმ სიცოცხლის ხისაგან. და სანამ არ განკაცდა მაცხოვარი და სანამ არ
დაგვიდო აი საიდუმლო ამ საიდუმლოს დასაბამის იარებისა მანამდე ადამიანისთვის აკრძალული იყო ანუ მას არ ქონდა საშუალება რომ ეჭამა სიწმინდე მიიღო ასე ვთქვათ როგორ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე რომ ჩვენზე უარყოფითად არაფერი აღარ მოქმედებდეს და გქონდეს მუდმივი სიმშვიდის განცდა ამ ცხოვრებაშივე და თუ არსებობს ესეთი მდგომარეობა რა თქმა უნდა არსებობს უარყოფითი განცდა ძირითადად იშვება ხოლმე აი უმადურობისაგან როდესაც ადამიანი უმადურია როდესაც ადამიანი უკმაყოფილო არის ყველაფერზე უფრო მეტი უნდა განსხვავებული უნდა რაღაცა არ მოწონს არაფერი არ მოწონს არავინ არ მოწონს მის გარშემო და ეს იმდენად იდგავს ფესებს ჩვენში რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს ხოლმე ადამიანს და ჩვენ უნდა დავიწყოთ საპირისპირო ქმედებები მადლიერება გამოვხატოთ დავფიქრდეთ იმაზე თუ რა გვაქვს არა იმაზე რა არ გვაქვს რა უფრო სხვანაირი გვინდა და მეტი გვინდა არამედ იმაზე ის დავაფასოთ რაც გვაქვს იმისთვის ვიყოთ მადლიერები ღმერთს მადლობა გადაუხადოთ ყოველი დღე უნდა იწყებოდეს ამით და მთავრდებოდეს ამით და აი ამას მოაქვს ბედნიერების განცდა მადლიერება პირდაპირ კავშირშია ბედნიერებასთან შეიძლება ითქვას აი თვითონ სიტყვას მადლიერი ადამიანი ანუ რაღაც გარკვეული მადლით ივსება და ბედნიერია და უმადური კი უმადლო იქნება და დაცლილია ყოველგვარი მადლისაგან და სიკეთისაგან კეთილი მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა გისმენთ ეთერში ხართ საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. დამლოცეთ მამებო. ერთად აგვიძ. მოგესალმებით. მე მაქვს ორი მოსაზრება, შეკითხვები არა მაქვს, ორი მოსაზრება მაქვს. დიახ. პირველი, აი გადასემის დასაწყისში მსმენელმა ითხოვა, რომ იქნებ 12 საათიანი ლოცვის შემდეგ მთელი ღამე ჟღერდეს ქართული საგალობლებიო. ნამდვილად ძალიან გამიხარდებოდა და ღამე ხშირად არ ამძინავს. სხვა არხზე არ გადავთავდი, რომ იყოს მართლა ქართული საგალობლები. ეს ერთი. ეხლა მეორე მოსაზრება. ცოტა ალბათ იუმორშიც გადავალ. აქ გამოითქვა აზრი, თითქოს ყოველთვის ძალით ყუის და დედამთილს არ მართებს პატივისცემაო. ამ საკითხზე მე ჩამოვაყალიბე ძალიან მოკლე განმარტება. იმედია ქალბატონებს მოეწონებათ. აი ჩემი განმარტება ასეთია. ქალი სანამ რძალია, სულ დედამთილით ყუის. დედამთილი რო გახდება, სულ რძალით ყუის. დიდი მადლობა. კაიხარით. ძალიან საინტერესო მოსაზრება ნამდვილად. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ანუ პრობლემა არის ადამიანში თვითონ, მის დამოკიდებულებაში და არა სტატუსში. რძალია თუ დედამთილია. ორივემ რომ თავის-თავში დაიწყოს შეცდომის ძიება და სინანული, აღარ მოხდება კონფლიქტი და მოხდება შერიგება და დაისადგურებს მშვიდობა და სიკეთე. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. მაყურებელია ისევ ჯერ შემოვიყვანოთ ეთერში და შემდგომ გავაგრძელოთ კითხვები. გისმენთ ეთერში ხართ? თუ შეიძლება დიახ, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, დამლოცეთ თუ შეიძლება. ესეთი შეკითხვა. ტელევიზორს დაუწიეთ, ჩემო კარგოთ, რომ არ გამეორდეს თქვენი ხმა. ის ხე ჩემთვის არის. არ მესმის. თქვენს ტელევიზორს დაუწიეთ და ისე ისაუბრეთ. გისმენთ ისაუბრეთ. პირდაპირ ეთერში ხართ, ტელევიზორს დაუწიეთ, რომ თქვენი ხმა არ გამეორდეს და ისე ისაუბრეთ. კარგით. ნუ არ არის გაითიშა. ესეთი კითხვა არის, ესე იგი მე-40 დღე არ გასულა ჯერ, რაც დედა გარდამეცვალაო, მისი სულისთვის პანაშვიდებს მოწყალებას, ვიცი რა მხოლო მნიშვნელობა აქვს. სალმუნთა კანონებს კითხულობ. კიდევ რა შემიძლია ვილოცო? პირად ლოცვებში კიდევ რას მირჩევთ, რომ მის სულს დავეხმარო, სანამ მის სამყოფელს დაუმკვიდრებს უფალი? უსამძიმრე პირველ რიგში, ერთმა აცხოვნოს მისი სული. რაც ჩამონათვალია
სწორად არის ყველაფერი, პირადი ლოცვა, მოწყალების გაცემა, პანაშვიდი და როგორც არის ეკლესიის სწავლება, ყველაზე დიდი არის შეკვეთილი წირვა, შეკვეთილ წირვაში მოხსენიება მიცვალებულის სულისა და აი 40-მდე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ მივა მოძღვართან და ითხოვს რომ შესრულდეს შეკვეთილი წირვა, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც უნდა ითქვას ის, რომ აღდგომის დიდ მარხვაში აღარ აღესრულება წირვები და აი მანამდე თუ მოახერხებს ძალიან კარგი იქნება. თუ არა ჩვეულებრივად მიიღოს მონაწილეობა, მიცვალებულთა შაბათები იქნება, კვირის წირვა იქნება და შემოაგზავნოს შეუძლია მოსახსენიებელი და მის სახელზე ამოიღებს მოძღვარი წმინდა ნაწილს, რომელიც არის ძალიან დიდი შეწევნა, ძალიან დიდი სიხარული მიცვალებულის სულისათვის, თუ შეიძლება ესე ითქვას. თავისუფალი ნება აქვს, როდესაც შემოდის, მაგრამ დაბადებისას ხომ არ აქვსო. ლოგიკურად ხომ დასვავს უფალთან კითხვას რომ მივა. თუ იცოდი რომ განსასწროს ვერ ვძლევდი, რატომ შემოყავდიო? ნუ ეს ისევ იქით მედის. მე გავიგებთო რა პასუხია მანდ. რაც ვისაუბრეთ ისევ იგივეს თქმა მომიწევს რომ გახსოვთ ამ რა თხოვზე ხო რამდენიმე კითხვის უკან იმასთან დაკავშირებით რომ ღმერთმა თუ იცის რომ ადამიანი რა ხვედრი ეწევა ნუ ამით ჩვენი თავისუფალი ნება არ იზღუდება ძალიან ბევრს უჭირს როგორც თქვი ამის გაგება ხოლმე მაგრამ მივიდეს ჯობია მოძღვართან ახან ესე ჩაგვეკითხა ეს ადამიანი და ესე სიღრმისეულად აინტერესებს ეს ყველაფერი ჯობია რომ პირადად გაისაუბროს რომელიმე მოძღვართან და უფრო მეტი საშუალება ექნება რომ დასვას ესეთი კითხვები და უფრო ხანგრძლივად ისაუბრონ ამ თემასთან დაკავშირებით და იქნება ეს დაეხმაროს მას რომ აი როგორღაც დაინახოს ეს ყველაფერი სინამდვილეში როგორ არის. კეთილი მაყურებელია ის. ისმენთ ეთერში ხართ. გამარჯობა, შეიძლება დაბრუნდეთ. მართლა დაბრუნდეთ. ესეთი შეკითხვა ჩემთვის იესო ჯვარზე რო გააკრეს ის ხე არის წმინდა მაგრამ მოვისმინე ესეთი რაღაცაც რომ ის ხე როგორც ლოთთან არის დაკავშირებული და რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს მაღალით კითხვისთვის ვისთან არის დაკავშირებული ვერ გავიგე ლოთთან ლოთი. გასაგებ. ლოთი. ანუ აუცი ესეთი კავშირი მე არასდროს არ მომისმენია. მეც არ გამიგია რა შოშია ლოთთან კავშირი. არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი ეს ვერსია არც მე. ესეთი კითხვა ძალიან დიდი ხანია ღმერთის ძიებას ვცდილობ, მაგრამ ბოლო წლებია დაძარში ვერ მივედი ვერაფრით, გვწერს ზუკა. ბავშვობაში დავდიოდი, ვიყავი მაზიარებელი, თუმცა ეს ყველაფერი უფრო ფორმალურად ხდებოდა. შემდგომ რაც უფრო მეტი გავიგე და გავიაზრე, მით უფრო მეტად გამიჭირდა. ქრისტიანულ ცხოვრებას ძალიან ასკეტურად მოვისაზრებ და ერის ადამიანებში სადგადის ზღვარი, რომ არ დავბრკოლდეთ და ისე ვიღვაწოთ. ნე, გასაგებია კითხვა. ნუ პირველ რიგში ეს უნდა ვთქვათ, რომ ხშირად არის ხოლმე ესე, როცა მშობლებს დაყავს ბავშვები წირვაზე, ანუ ისინი მშობლის სურვილით დადიან, ეზიარებიან. მერე ძალიან ხშირია, როცა გარდატეხის ასაკში, როცა ადამიანი ყალიბდება, ანუ თავისი შეხედულებები უყალიბდება, თავისი მსოფლმხედველობა უყალიბდება, ხშირად ამ დროს ხდება ხოლმე გაუცხოება ეკლესიისაგან, რადგან მას აქვს კითხვები, ანუ თვითონვე უნდა დაუდასტურდეს ამ დროს ადამიანს, რომ აუცილებელია ტაძარში სიარული მაგალითად. რატომ არის აუცილებელი? რატომ უნდა დადიოდეს, რატომ უნდა ეზიაროს? ანუ თვითონვე უნდა გაუჩნდეს ამისი მოთხოვნილება. მანამდე მშობლის სურვილით მოდის და გაუცნობიერებელია ერთგვარად ეს ყველაფერი. ხოლო აი შემდეგ უკვე მოწიფულობის ასაკში უკვე ადამიანს
თვითონვე ჭირდება ამის დადასტურება და ამ დროს გაუცხოება ხდება ხოლმე, მაგრამ თავარი ის არის, რომ აუცილებლად ასეთები ბრუნდებიან ხოლმე, აუცილებლად ისევ მოდიან ტაძარში და ისევ განაახლებენ ხოლმე უფრო მეტი ცნობიერებით, უფრო მეტი მონდომებით, უფრო მეტი შემართებით ქრისტიანულ ცხოვრებას. კეთილი. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დიახ, გისმენთ. გამარჯობა, მამა გურა. გამარჯობა. მე სალმები სტომარს. გაიხარეთ, მოგესალმებით. ორი შეკითხვა მაქვს. პირველი შეკითხვა იმაში გომარებს, რომ მღვდლები არასდროს ბრაზდებიან, არასდროს ყირიან, არასდროს ასწინთ. რაც არის რა ასეთი თვისებები და მეორე შეკითხვა ის არის, რომ ადამიანი რომელიც არის ძალიან კეთილი, მაგრამ აქვს ფეთქებადი ხასიათი, როგორ შეძლოს რომ ეს ბრაზი, ყირილი და ასე შემდეგ ეს თვისებები რომ რაღაცნაირად გაანეიტრალოს. გასაგები, მადლობა. ხუტლებიც ბრაზდებიან. მაგრამ რა თქმა უნდა მაქსიმალურად ჩვენ ვცდილობთ თავშეკავებას, სიმშვიდის შენარჩუნებას. ჩვეულებრივი ადამიანია მღვდელიც და იგივე ცოდვები, იგივე ნერვული სისტემა აქვს და ყველაფერი იგივენაირად არის მოწყობილი როგორც ყველა ადამიანი და უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ბოროტი ძალა ცდილობს, რომ უფრო მეტად მღვდელი და სასულპირი თქვათ ჩააგდოს ცოდვაში, ამითი მრავალი დააბკოლოს, ასე ვთქვათ, ისეთი თითით საჩვენებელი გახადოს, რომ აი ნახეთ როგორ ცუდად ცხოვრობს მღვდელი და არასწორად და ამის გამო უფრო მეტი ბრძოლაც შეიძლება კონდეს მღვდელს და სასულპირს. მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასე ვთქვათ, როგორც ყველა ადამიანს იგივენაირად. ზოგმა შეძლო გაიმარჯვა ამ ყველაფერზე, ზოგი დაეცა და იუძვის, ჩვენ გამოწყვეტილ ბრძოლაში ვართ. ყველა როგორც ყველა ადამიანი, ისევე ჩვენც და არ უნდა გაგვიკვირდეს თუ მღვდელს ნახავთ რაღაცა ან განრისხებულს თქვათ, ხო? ჩვენ ანგელოზები არ ვართ, ადამიანები ვართ და ჩვენც შეიძლება რომ დავეცეთ, ასე ვთქვათ და ჩავარდეთ რაღაცა გარკვეულ. თუმცა კი მეტად გვმართებს. მეტად გვმართებს, რა თქმა უნდა, ამას ვცდილობთ და სწორედ ამიტომ გონია ალბათ ამ ადამიანს რომ მღვდლები არ ბრაზდებიან. და მეორე კითხვა იყო მრისხანების შესახებ. ეს როგორ ვძლიოთ ამ განრისხებას, მრისხანებას. დიახ. ეს ძალიან რთული მდგომარეობა ახლოს არის ამ კითხვასთან, პირველ კითხვასთან და მაქსიმალურად უნდა ეცადოს ადამიანი, რომ აი ხო ასეთი ხასიათი, ფეთქებადი ხასიათი ვისაც აქვს, რომ აი რაღაც გარკვეული დრო, მაინც რამდენიმე წამი მაინც როგორც კი აი რაღაცა მოუნდება რომ გამოავლინოს ეს თავისი მრისხანება, იესოს ლოცვა თქვას, გარკვეული დრო დაყომდეს, ასე ვთქვათ, არ გამოავლინოს და ეგრევე იგრძნობს რომ მასში დაიწყებს ჩაცხრობას ეს მრისხანება და გადაუვლისაუს. წმინდა მამები ამბობენ რომ მრისხანე გულში მადლი არ შედის. ქრისტე არ მკვიდრდება მრისხანე განრისხებულ გულში და ასე რომ უნდა დავაცხროთ ეს მრისხანება და უნდა ვილოცოთ და ვთხოვოთ რომ ღმერთმა დაამშვიდოს ჩვენი გული, ჩვენი გონება დააცხროს და დააწყნაროს და მერე შემოვა მადლი. ავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. მეცნიერები ლაშაკს ყველანაირად ცდილობენ დაამტკიცონ პირველყოფილი ადამიანის არსებობა, მათ შორის არქეოლოგიური გათხრებითაც, რომელიც იყო ველური არსება და არა ისეთი გონიერი, როგორც იყო ძველი აღთქმის ადამიანი. ამას როგორ ახსნით თქვენ და ეკლესია? ადამიანი შეიქმნა გონიერ არსებად თუ ველურ არსებად, რომელმაც ევოლუცია განიცადა? რა თქმა უნდა, ადამიანი შეიქმნა გონიერ არსებად, ღვთის ხატად და მსგავსად და იმ სწავლებას, რასაც მეცნიერები ამბობენ, არანაირი საერთო არ აქვს ქრისტიანობასთან, მართლმადიდებლობასთან და ეს მკვეთრად არის გამეჯნული ერთმანეთისაგან და შეუძლებელია ამაზე საუბარის, რომ თუ ადამიანის არ იყო ფუნდამენტი. ძალიან ბევრი მეცნიერიც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს არ იყო სწორი მოსაზრება და აღიარეს ღმერთი და სამყაროს შექმნის იდეა და არსებობა. ეს არის ერთგვარი ფუნდამენტი, თუ ადამიანი
ამისკენ იხრება, რომ უშვებს ამ აზრს, რომ შესაძლოა ადამიანი ღმერთს შეექმნა ცხოველად, ან რაღაც ასეთ დაბალ მდგომარეობაში ეს უკვე ყველანაირ შორს არის. რა თქმა უნდა. ან თუ სიტყვაზე ევოლუცია განიცადა ადამიანმა, რატო არ განიცადეს სხვა ცხოველებმა დაუშვათ, კურდღელი რატო არ გახდა ვირი დაუშვათ სიტყვაზე, ხო? ან რაღაცა მსგავსი. ასე რომ ეს ამ თემაზე საუბრის გაშლაც ჩემი აზრით ზედმეტად მიმაჩნია. გავაგზავნოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის, მიცვალებულს ნივთს რომ აცლიან ბოლოს რას ნიშნავს? ეს სრულწმენაა თუ აუცილებელია ამის შესრულება? რა თქმა უნდა, ეს არის სრულწმენა. არასწორი ხალხური ტრადიცია. არანაირი დატვირთვა ამას არ გააჩნია და არც არის სასურველი. უამრავი ესეთი ხალხური სრულწმენა არსებობს მიცვალებულებთან დაკავშირებით. ზოგი ავიცი 1000 გვარ რაღაცას აკეთებენ და 1000 გვარ ქმედებას ჩადიან, რომელიცაც არანაირი სულიერი დატვირთვა არ აქვს და არ არის სასურველი ამების გაკეთება. ანუ ერთი თვითონ იმ ადამიანისთვისაც, ვინც ამას აკეთებს, რომ ამის ჯერა, რომ ამით რაღაცით შეეწევა მიცვალებულს, ეს არის ერთგვარი უცოდინრობის ბრალი და ხალხური გადმონაშთი და გადმოცემა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია ქრისტიანობაში. მეორე მხრივ მიცვალებულისთვისაც არ არის კარგი, თორსა ისეთ ქმედებებს და ისეთ რაღაცებს ვაძლევთ დატვირთვას, რომელიც არაქრისტიანულია და არაფერში მას არ შეეწევა. შეიძლება პირიქით დავამძიმოთ კიდე 13 ჩვენი საკუთარი მდგომარეობას და მესიც. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ეკლესიის სწავლება, რაც არის მოძღვარს ვკითხოთ, თუ ჩვენ არ დავდივართ ტაძარში, მორწმუნე ხალხს ვკითხოთ და ისინი გვეტყვიან და დავიცვათ მაქსიმალურად. კეთილი, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის ეს კითხვა მე მგონი გავაჟღერეთ, არ ვიცი კიდე დასვეს, აბა თქვენ თუ გახსოვთ, მაგრამ როგორ ეხმარება ღმერთი ადამიანს და იყო, ხო? კარგით, მაშინ გოგაგვწერს ესეთ კითხვას. იქნებ დამეხმაროთ, რომ ეს აზრები დაავალაგო ჩემშიო. ღმერთი ეს უსაზღრო და უდიდესი ენით აუწერელი სიყვარულია. უბრალოდ მაბნევს ის აზრი და შეგრძნება, რომ ძველი აღთქმა უმეტესწილ რომ მკითხულობ, რჩება აზრი, რომ ღმერთის მოცემული ცნებები და კანონები უფრო მკაცრია. ახალ აღთქმაში კი პირიქით მეტი სიყვარულის წარმოჩინებაა. ღმერთი ხომ ძველშიც და ახალშიც ერთი და იგივეა. მაშინ რატომ ასეთი მკვეთრი შეგრძნება და განსხვავებაა? გასაგებია კითხვა. საინტერესო კითხვაა ძალიან. საინტერესო კითხვა, მადლობა ავტორს. ძველ აღთქმაში და ახალ აღთქმაში განსხვავება ის არის, რომ ადამიანი ძველ აღთქმაში სხვა იყო და მისთვის აუცილებელი იყო. მას თვითონ იმ ადამიანს ჭირდებოდა ესეთი მკაცრი მიდგომა ღვთისაგან, რომ ის მომზადებულიყო ქრისტეს შესახვედრად, ქრისტეს მოსვლისთვის. ძველი აღთქმა არის მთლიანად შეიძლება ითქვას მზადება ქრისტეს მოსვლისთვის, ქრისტეს შობისთვის, საიდანაც უკვე მზადება ახალი აღთქმისთვის მზადება, დიახ, რა თქმა უნდა და ეს ადამიანებს დიდა ღმერთი ასე აწრთობდა, ამზადებდა და ეტაპი იყო, ის ეტაპი უფრო მკაცრი იყო. რა თქმა უნდა და ძალიან კარგად ჩანს იქ, რომ აი როგორ მიდრეკილი არის ადამიანი ამ დროს კერძახურებისაკენ, უღმერთობისაკენ, ღმერთის უარყოფისაკენ, რაღაცა მიჯაჭულობისაკენ, ხო, ბოროტებებზე და ქმედებებზე და ამიტომ იყო საჭირო ეს სიმკაცრე, რომ ადამიანებში გამოზრდილიყო ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, შიში და რწმენაც, რა თქმა უნდა. და მომზადებულიყვნენ აი ახალი აღთქმის სწორედ აი ამ სიყვარულის მოძღვრების მისაღებად. იმიტომ თავიდანვე ესე რო ყოფილიყო, ისინი ამას არ მიიღებდნენ ეს ადამიანი. კი ბატონო. ესეთი კითხვა, ქრისტიანული წესით როდის უნდა იგრძელებოდეს მიცვალებული? მესამე დღეს თუ როგორც ხდება მეხუთე დღესო? მესამე დღეს არის სწორი. კი, არის ეს ტრადიცია, მესამე დღეს უნდა იგრძელებოდეს, თუმცა ეს იქიდან გამომდინარეც არის, რომ ძველად არ არსებობდა არანაირი საშუალება და უკვე
გახსნას იწყებდა ადამიანის გვამი მესამე დღიდან უკვე და მერე მით უმეტეს და აი ამის გამოც ჩამოყალიბდა ეს ტრადიცია. ეხლა არის სხვადასხვა საშუალება ხო იმისათვის რომ ვთქვათ 5 დღე გაჩერდეს. ანუ ამას შეიძლება ითქვას არა აქვს დიდი მნიშვნელობა, თუმცა ნამეტანი დიდხანს გაჩერებას ადამიანის და შენახვა ეგაც არასწორი არის ხო. მესამე იქნება თუ მეხუთე დღე ორივე შეიძლება და ასე ვთქვათ არაქრისტიანული არც ერთი არ არის და ბატონო მაყურებელია გისმენთ ეთერში ხართ კითხვა მას წუხრი მშვიდობის გაიხარით მშვიდობა მოგცეთ სკეპსის დროსაც ოთხშაბათ არასკების დაცვა მიხდება შინაგანად არ გქონს ბუნება რომ დავარღვიო ეს და რამდენად სწორად ვიქცევი ან რატომ არის რომ რა იცვლება საერთოდ ზოგადად ოთხშაბათი და პარასკევი ეს ხომ მუდმივია გაცემა და ჯვარცმა რატომ არის სკეპსი გასაგები მადლობა კითხვის პირველ რიგში რატომ არის მსგებსი აი ახლა მაგალითად ახლა როცა მსგებსი იყო წინა კვირა იყო ანუ მსგებსი ზოგადად კვირას ნიშნავს და არის მსგებსი არ ნიშნავს ხსნილია ეს მსგებსი ხსნილია აი შეიძლება ესე განიმარტოს სწორად ანუ მსგებსი არის კვირა კვირეულს ნიშნავს ეს კვირეული ხსნილია ანუ ეს მსგებსი ხსნილია მაგრამ ახლა და არა ეს კვირა მსგებსი ხშირად ესე აღნიშნოთ უნდა რომ დიახ ეს ისე გადახვევით რო ვთქვათ ასე ვთქვათ. ეს მსგებსი ხსნილი იყო, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით წერია რომ გარკვეული სექტა ამ დროს მარხულობდა და ხოლო ქრისტიანები გაემიჯნენ აი ამას. მოდი ამ კვირაში არ ვიმარხულოთ რომ არ მივემსგავსოთ მათ, რათა ჩანდეს განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. აი ამ დროს ეს მთელი კვირა ამიტომ არის ხსნელი, აი ამასთან არის დაკავშირებული ეს რომ მომხდარიყო გამიჯნა მათ შორის და პირველი კითხვა იყო კიდე და მე ესე გიოთხე ამ როდესაც მსგებსი ხსნილიაო მე მაინც სურვილი მაქვს რომ იმახვილო არ მინდებაო ეს არ არის სასურველი მიღებაო არ არის სასურველი სხვადასხვა მიზეზების გამო ანუ უნდა პირველ რიგში დავიცვათ და დავემორჩილოთ ეკლესიის სწავლება, მოძღვრება რაც არის და ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვისა და ხსნილის დღეები დავიცვათ, რადგან აი შესაძლოა ხა ადამიანი როდესაც ხსნილში მარხულობს, ბევრი უარყოფითი რაღაცა გამოიწვევს, ერთ-ერთი ის რომ მაგალითად ადამიანი ჩავარდეს ხილში, ამ პარტავნებაში ამისგან არავინ არ ვარ გაზღვეული და ნუ რავინ უთქვას რომ მე ეს არ დამემართებ. აი ნახეთ, ახლა კარგი ყოფილა ესეთი ძალიან ბევრი შემთხვევა დამიჯერა. როგორი მორწმუნე ვარ, როგორ ღვაწში ვარ, რომ აი მე ხსნელშიც კი მარხულობ და ესე იგი უფრო მეტი ვემარხულებ ვიდრე სხვებმა. აი ამისგან თავდაცვის მიზნით ჯობია რომ ადამიანმა დავემორჩილოთ როგორც ესეთი და კანონიც არის მიღებული. ასევე პირიქითაც, საპირისპიროდაც აი ძალიან ხშირია რომ მოდიან ადამიანები და ითხოვენ რომ მამაო მინდა რომ ძიმე მარხვაზე ვიყო და მომეცი კურთხევა. ან პურზე და წყალზე ვიქნები, ან ესეთი ხო? მე არასდროს არ ვაძლევ ამის კურთხევას და მაქსიმალურად ვაფრთხილებ რომ ეს არ შეიძლება, არასწორია. არ შეიძლება რომ ერის ადამიანმა რაღაცა გარკვეულად ასე დაამძიმოს მარხვა და მკაცრად იმარხულოს. ჩვენ მარხვას და ლოცვას მონაზვნის და ერის ადამიანის განსხვავდება ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდეს. სამწუხაროდ ჩვენთან აი ხშირად ერევათ ხოლმე ერთმანეთში და აი ერის ხალხი მონაზვნურ ღვაწს ტვირთულობს ლოცვის და მარხვის და ეს ძალიან ძიმე შედეგები მოაქვს ამას. ამიტომ ყველას თავის ჯვარია, ყველას თავის შესაძლებლობა აქვს, ყველას თავის დიაპაზონი აქვს. შეიწირავს რა მდგომარეობაშიც არის ის და ჩვენს ასე ვთქვათ ცდელობებს შეიწირავს ღმერთი და რა თქმა უნდა. ასე რომ იმდენს ნუ ავიღებთ ჩვენს თავზე, რის ზიდვასაც ვერ შევძლებთ. ეს არ გვეკუთვნის, არ არის საჭირო, არ მოგვეთხოვება.
ჯობია დაგვაზიანებს ეს ყველა. რაც გვეკუთვნის ის გავაკეთოთ პირნათლად და ასე ვთქვათ პატიოსნად ღირსეულად და დიდი მადლობა მამაო მობრძანებისთვის საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ ზვირფას მაყურებლებს კი შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ზღვისუბნის ყოველწლიურ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ღვთისმსახური მღვდელი ადამ ქავთარაძე. გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის ღვთისმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8:30-ზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ერთმანეთს აგლოცოთ და გაგახაროთ.